აი ვინ არ შეგვეძლო რომ წარმოგვედგინა ეხა ვინ იქნებოდა ჯეფრი ეპსტეინის სიაში. ჩვენ ვიცით რომ სიაში არიან ამერიკის პრეზიდენტები, ფილანტროპები, ბიზნესმენები, კორპორატივისტები, მსახიობები, შოუმენები, მაგრამ აი ვინ და ჰოპ გამოჩნდა ახალი ფიგურანტი, არც მეტი, არც ნაკლები, მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ფიგურირებს ჯეფრი ეპსტეინის საქმეში, სადაც იკითხება, მაგერ გაგზავნილ ერთ-ერთ წერილში, რომელსაც გადახაზული აქვს და შავად ბლანკი ადევს, რაც იმას ნიშნავს, რომ, ვისგან არის ეს ყველაფერი გაკეთებული და რანაირად, ამის შესახებ, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრო ამ ინფორმაციას მალავს და ასევე არც მეტი, არც ნაკლები ამ საქმეში ასევე ფიგურირებს კახა ბენდუქიძე. აი არ ვიცი ამაზე უარის მდგომარეობაში რაში შეიძლება ნაცები ჩავარდნენ, ქორ ნაცები, ძველი ნაცები, მაგრამ აშკარად არც ტრამპის მიერ გამოქვეყნებული ჯეფრი ეპსტეინის სიის მასალები წყალობს მას. მოკლედ მეგობრებო, ძალიან საინტერესო ვიდეო გელოდებათ, ჩემი ვარაუდები, ჩემი თეორიები, ძალიან ბევრი მაქვს ამ თემაზე უკვე წინა ვიდეოშიც ნასაუბრები, მაგრამ დღეს ჩვენ უნდა გადავიკითხოთ ეს წერილი, გამოვიტანოთ დასკვნა, გავაკეთოთ ვარაუდები თუ რეალურად რა სახის კავშირები შეიძლება ქონოდათ საქართველოს მთავრობის ყოფილ წარმომადგენლებს იმ სატანისტურ კუნძულებთან, რომელიც მოიაზრება და რომელიც იწოდება როგორც ჯეფრი ეპსტეინის საიდუმლო ელიტარული კლუბი და მისი პედოფილებისა და სატანისტების შეკრება. დალაიქეთ, რა თქმა უნდა, ვიდეო, გამოიწერთ არხი, ეს ვიდეო გაუზიარეთ მეგობრებს და მოდი ახლა ცოტა სარკასტულად და ცოტა სერიოზულად განვიხილოთ ეს ყველაფერი. ეხლა უარედ რა ხდება ამ წერილში, რომელიც გამოქვეყნდა, სხვათა შორის ეს წერილი მე ვნახე გუშინ წინ, მაგრამ ეხლა იმდენად დამაბნეველი იყო ეხლა რომ მეთქი ხა რა ვკითხულობ მაიკლ ჯექსონებს, კევინ სპეისებს, რაღაც დიდ ბაბულა უცებს სააკაშვილი და ბენდუქიძე რა. ბენდუქიძეზე უფრო საინტერესოა თუ ცოტა ხანი მომიცადეთ იმასაც განვიხილავ, მაგრამ მოდი ეხლა ეს წავიკითხოთ, ეხლა აქ რა ხდება. ეხლა აქ როგორც ამ აპლიკაციიდან ამ წერილიდან ირკვევა, გზავნის ერთ-ერთი გამგზავნი ამ წერილს, სადაც თავის თავს რეპრეზენტაციას უკეთებს, ეს არის ვიღაც ილუზიონისტი დევიდ ბლეინი, რომელიც ხსნის ესეთ რაღაცას, რომ მე მაქვს სოფლიო რეკორდები დამყარებული 17 წუთი შესუნთქვის გარეშე, ასევე დამარხული იმაში, რა ქვია, კუბოში მაქვს გაძლებული ძალიან დიდი ხანიო და მე ძალიან ბევრს მოგზაურობდი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში და საკმაოდ გავლენიან ადამიანებთან მქონდა შეხებაო რა, შეხვედრებიო. აი, თulis ახლა ვინები იყვნენ? ბილ კლინტონი, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, ასევე თავდაცვის ისა, რა ქვია, მინისტრი დონალდ რენსფილდი, ასევე პენტაგონის უფროსი, აქ საუბარი ასევე არნოლდ შვარცენეგერზე, ჰენრი კისინჯერზე, ყოფილ ამერიკელ დიპლომატზე, ბილ გეიტსზე, მილიარდერზე, მაიორ და აქ ბლუმბერგის ისენი და აქ მთელი ნაღები საზოგადოება ეხა ჩამოთვლილი. ეხა ვინ უნდა გამოჩნდეს ეხა ფიგურიანტი ისეთი, რომ ეხა გაგაოცოს ეხა, ხო? I have also performed magic, მე ასევე შემისულებიო, ჩემი სანახაობებიო, ეხა რა სახის ტრიუკებზე აქ საუბარი, ეხა ეს მართლა ჰაერის 17 წუთით შეუსუნთქოობაზე აქ ლაპარაკი თუ რაღაც სხვა რაღაცაზე, ამას გამოძიების სხვა დეტალები მომავალში აჩვენებს, რა თქმა უნდა, მაგრამ აქ ფიგურირებს რუსეთის პრეზიდენტი, ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი და ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი. ეხლა საერთოდ როდესაც ჩვენ ვშელობთ ნაცების ხელისუფლებას, ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ, როგორ ვთქვა, ანთროპოლოგიურ ნაცებზე. დღევანდელ ნაცებზე არა, ანთროპოლოგიურ ნაცებზე. აი როგორც მაგალითად, აი ჰარი პოტერი ხო გაქვთ ნანახი? აი ვოლდემორტის, ის ვის სახელის არ ითქმისო, ხო იცით? აი პირველი ნაწილი რომ აგით იწყება ის რა ქვია, რომ არ უნდა წარმოთქვა იმის სახელი, იმიტომ რომ მისი წარმოთქვის საშუალება მრუდე ქუჩაზე არ შეიძლება. დაახლოებით ესეა სააკაშვილი და კეზერაშვილები და ეგენი, ხო? ქორ ნაცებზე მაქვს აქ საუბარი. ეხლა რითი გამოირჩეოდნენ ქორ ნაცები? განსაკუთრებული სტატისტიკა, ძალადობის არნახული მაგალითები, ძალადობაც ხო არის, მაგრამ ძალადობის არნახული, დღემდე აი ანალოგები რო არ აქვს, სხვა ხელისუფლებები რო არსებობენ დედამიწის ზურგზე, რომ იმათ არ მოილანდებათ იმ დონის დანაშაულის სიმძიმეებზე გვაქვს საუბარი. განსაკუთრებით მინდა ეხლა ყოფილი პრეზიდენტის პროფილი ავხსნა. მიხეილ სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილი იყო ქარიზმატული ლიდერი. და მის ქმედებებში და იმ თეორიებში და იმ მითებში, რომელიც ვრცელდებოდა, რომელსაც რა თქმა უნდა საყრდენი ჰქონდა, რომ აი სააკაშვილი იყო
ფეტიშისტურად დამოკიდებული ქალებზე. ეს იყო ფეტიშიზმის არნახული გამოვლინება, ხო, სააკაშვილიც იყო დაკავებული, რომ ლეგენდები და მითები რო გავრცელდა ეხა მაგალითად ნიჟარაძეს ძუძუმ მოაჭამა მაგალითად ერთ-ერთი ცნობილი მითი, რომელიც ჯერ კიდევ მისი პრეზიდენტობის პერიოდში გავრცელდა. არაერთი ცნობილი ყოფილი ჟურნალისტები რო უკავშირდებიან მის სექსუალურ ფანტაზიებს, ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის სააკაშვილთან ლოგინში დაწოლის შედეგად ძალიან ბევრმა პრესტიჟული ადგილის დაიმკვიდრა მაშინდელ ქართულ მთავრობაში და მოკლედ ანუ სააკაშვილის ეს იდეები, აი როგორც ხო იცით, ჯაყოს ხიზნები, აი ჯაყოს მიზნები რო არის ალეგორია, ხო, აი სააკაშვილის მიზნები და რაღაც ეგრე რო ალეგორიულად გროტესკულ სტილში გადავიყვანოთ, გამოვიტანთ იმას, რომ სააკაშვილს მართლა ქონდა ეს ფეტიშისტური განწყობები ზოგადად ეგეთი რაღაცების მიმართ, ხო? ბაბნიკური ისენი რა ქვია, მაგალითად ის რომ აი მაგალითად ზელენსკის რითი გავს, ხო? თეთრ სახში რო იყო დაბაბანებული სული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ხო? კოკაინის კაიფში ეს ნახავთ ელმა სოფლიო ეს ოფიციალურად უკვე დადასტურებულია და ნუ ეხა მოხოდილი სააკაშვილი რო დადიოდა და ჩვენ გვეგონა რომ აი რაღაც ქარიზმატული ლიდერი რომელიც გახსნიდა ხიდს და იცოდა თელმა სოფლიომ და ამ დროს დაბაბანებული სერიოზული გასწორებული აბსოლუტურად ყველაფერი და რავი ხა მაგის გარდა თავისი სექსუალურ ფანტაზიების ორომტრიალი ხო თელს ქვეყანაში ეს ვიცით ეხა ამდენ მითს ლოგიკური დასაბამი თუ არა აქვს ვერ გავრცელდება უბრალოდ იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ასევე განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილი სხვა ყოფილი პოლიტიკოსები რომელზეც ეს მითები არ გავრცელებულო ეხა ადეიშვილზე მაგალითად არ არის ეგეთი რაღაცები გავრცელებული არც კეზერაშვილზეა მაგალითად გავრცელებული ეგეც ისინი სხვა ნაწილებში იყვნენ პროჭები ისინი სხვა ნაწილებში მაგრამ სააკაშვილი იყო ესეთი ფეტიშისტი ესეთი როგორ ავთქვა იმ გძნებარე იმპულსური მართველი რომელსაც აი ნერონივით და კეისარევით ჰქონდა ეს რაღაც ისენი რა დიქტატორული გადახრები რომელიც უკვე საკუთარ ამ დაუკმაყოფილებელი სექსუალური ლიბიდოს სხვა ასპექტებში ჩანდა. ხო და ეხლა როდესაც ჯეფრი ეპსტაინის ფაილებში მიხეილ სააკაშვილი იძებნება რას ნიშნავს რომ ფიგურირებს ხო მეტი არაფერი არა ნენელა ის 30%-ია ჯერჯერობით გამოქვეყნებული როგორც თქვა ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ, იმიტომ ნენელა გამოაქვს, ამაზე სხვა თეორია მაქვს და უბრალოდ ამ ვიდეოში არ მინდა ჩვენ რატო აქვეყნებენ ნენელა და რატო ერთიანად ამაზეც საინტერესო თემა სხვა ვიდეოში ვისაუბრობ, არ მინდა ახლა თემას გადავუხვიო. მოკლედ აი ჯეფრი ეპსტაინის ფაილებში რომ მიხეილ სააკაშვილი იძებნება, ეს არის საკმაოდ ლოგიკური ჯაჭვი. იმიტომ რომ იმ კუნძულზე ვინებიც იყვნენ ის ავანტყოფები სულიერად. ანუ მოლოხისა და ბაალის თაყვანის მცემლები აბსოლუტურად სატანისტები, არანაირი რწმენა რომ მაგათ არ გააჩნიათ, რომლებიც ბავშვებს ხვერპლს წინავენ და რაღაც სიგიჟებებს რო აკეთებდნენ ხა ხო? ნუ რა თქმა უნდა ხა ამ წერილში კონკრეტულად ეგ ბრალდება არ ქვეყნდება, მაგრამ მე ნახეთ რას გიხსნით რომ როდესაც გიჟი ხარ ადამიანი, ჩვეულებრივი გიჟი, ავანტიურისტი, როდესაც ხარ ყველაფერზე წამსვლელი ზალოფლების გამო როდესაც გახასიათებს არასრულფასოვნების ყველანაირი კომპლექსი, ხო? და პახოდუ დამატებული ამ ყველაფერი სექსუალური ფეტიშები, ხო? ძალიან ლოგიკური ამ ყველაფერში ესეთ სინქრონიზაცია იპოვო ისეთ ავადმყოფებთან, როგორებიც იყვნენ ჯეფრი ეპსტაინის კონსულზე ცნობილი ხალხი. ეხლა არის მეორე მომენტი, ეს არის უფრო საინტერესო საკითხი. ეს არის კახე ბენდუქიძე. ნეოლიბერალური ქართული პოლიტიკისა და იუდას ტირაჟირებით განთქმული ადამიანი, რომელმაც ქართულმა სახელმა შესანიშნავი სახელი, როგორც იუდა, ანუ გამყიდველი ისე შეარქვა და ამ ყველაფერს აქვს, რა თქმა უნდა, ავთენტური და ლოგიკური მიზეზი, რატომ მოხდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მთელი ქართული რაც კი ნაციონალური სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები ქონდა, ყველაფერი გადაეცა უცხოელებს. ყველაფერი გასხვისდა აბსოლუტურად, ხო? მთელი ამაზე ვიდეოც გვაქვს ჩამოწერილი, მთელი ნაციონალური სტრატეგიული პუნქტები როგორ გადავიდა სხვა უცხო ქვეყნის კომპანიებს. ზოგი თურქული, ზოგი რუსული, ზოგი ყაზახური, ზოგი ევროპული, ძალიან ბევრი ის. ნუ იუდას მაგიტომაც შეარქვეს, ხო? აქა ძალიან საინტერესო უბრალოდ ეხა ეს ყველაფერი მე გადმოვთარგმნა თქვენთვის, რომ ძალიან მარტივად წამეგითხა, მეგობრებო, კიდევ ერთხელ გიგონებ, რომ ეს შავი ბლანკები რაც ადებს, ეს არის ჩემი ბრალი არ არის, ესე გამოაქვეყნა იუსტიციის სამინისტრომ, ბევრი რაღაც ბუნდოვანია, ანუ ეს ყველაფერი არის, როგორ გითხრათ, კონტექსტური წყვეტილებით გამოშვებული, ანუ არ არის მაგალითად ცნობილი ვინ აწერს ხელს, ვინ ეხა აი აქ იკვეთება, ნახეთ, ვის უგზავნის ჯეფრი ეპსტაინი, აი მოდი ქართულად თარგმნოთ. ტექსტის სრული შინაარსი. სად ფიგურირებს კახა ბენდუქიძე. ვის ჯეფრი ეპსტაინს და აქ არის მითითებული cheapvacation.com ვისგან დიანა ვილაბონია ვიღაც პერსონა რომელიც უგზავნის ჯეფრი ეპსტაინს წერილს გაგზავნილია ხუთშაბათი 30 მარტი 2010 წელი 11:20 წუთზე ხამის თემა ქართველი კაცი subject არის ქართველი კაცი აი მეტი არაფერი არ იყო ბენდუქიძე უბრალოდ ქართველ კაცად რო არ ჩაეწერათ ეხლა რა არის HG სურს იცოდეს რას ფიქრობ HG ვინ არის მეგობრებო წარმოდგენა არ მაქვს.
და ყველაფერი ხა მაგალითად არის ესეთი რაღაც ცნობილი, რომ მოგესალმებით, დოქტორი ჯარუცკი და ჯიმ მილერი შეხვდებიან ბატონ კახა ბენდუქიძეს. ხა დოქტორი ჯარუცკი და ჯიმ მილერი ვინები არიან? ღმერთმა იცის. კახა ბენდუქიძეს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელს. და გვაინტერესებს თუ მოისურვებთ შეხვედრაში მონაწილეობა. შეხვედრა გაიმართება Gramercy House-ში ხვალ დილის 11 საათზე. აქ პირდაპირ ჯეფრი ეპსტეინზია საუბარი, ანუ მიმართავს, ანუ ეს ორი ადამიანები, ჯარეცკი და მილერი უნდა შეხვდნენ ბენდუქიძესო და ჯეფრი ეპსტეინო, შენ გეცლებაო კონსულზე რომ განთავისუფლო და კახა ბენდუქიძეს შეხვდეო. და აქ არის მითითებული მე ბენდუქიძის ვიკიპედიის გვერდი, თუ შეძლებთ მოსვლას, გთხოვთ რაც შეიძლება მალე შემატყობინოთ. ასევე აქ არის ბატონი ბენდუქიძის ვიდეო. გმადლობთ დიანა ვილაბონი, თავმჯდომარის ასისტენტი. დოკუმენტი FTI, დაბლა არის გამოქვეყნებული ოფიციალური დოკუმენტი, რო არავინ თქოს მე ყალბიაო, აი, დაბლა არის იუსტიციის სამინისტროს შტრიხ-კოდი, რომელიც ადასტურებს, რომ ეს წერილი არის ავთენტური. ეხლა მოდი ჩვენ დავძაბოთ გონება, ეხლა ჩვენ ფანტაზიის უნარი გვაქვს, ეხლა მე და ჩვენ გავუწერებს ძალიან დიდი ფანტაზიის უნარი გვაქვს და შეგვიძლია დავძაბოთ მაქსიმალურად გონება. აი, თქვენი აზრით, კახა ბენდუქიძე რაზე უნდა შეხვედროდა ამ დოქტორ ექიმ ჯარეცკისა და ჯიმ მილერს? და თან ეპსტეინი ანუ წერილის ავტორი ვისაც უგზავნის, იმიტომ რომ თუ ნიშნავს ჯეფრი ეპსტეინს უგზავნიან ამ წერილს, რომ ისე ჩართულიყო ამ შეხვედრაში. ალბათ ეს იყო როგორ მე მგონია, ხა ჩემ თეორიას ვამბობ, ჩემ ჰიპოთეზას, ეს ჩემი აზრია, არ ვიცი ხა მე არ ვიცნობ ამაზე მე დეტალებს, უბრალოდ ჩემ აზრს გეუბნებით ხა ამასთან დაკავშირებით. საერთოდ მე მჯერა რომ არსებობდა ელიტარული კლუბების სხვადასხვანაირი თაიერ ქართულად როგორ არის? თაიერ არის იარუსი, მოდი ეს წარმოვიდგინოთ. აი 1 tier, 2 tier, 3 tier, ანუ იარუსები რო წარმოვიდგინოთ. პირველ კალათაში, ანუ პირველ იარუსში იყვნენ ყველაზე გავლენიანი ტიპები. აი მაგალითად ბილ კლინტონი, მაგალითად ჯორჯ ბუში. დიდი მაგალითად პრინცი ენდრიუ მაგალითად, რომ აი ეგენი არიან გავლენიანი, სერიოზული, ფულიანი, გავლენიანი ტიპები, აი პირველ კალათაში ვინებიც არიან, აი პრეზიდენტები და აი ნახების საზოგადოება პირდაპირ, რა რომ აი არაჟანს რო გახსენეთ, ხო იცით ზემოდან ნაღები რო ადებს იმოდა, ეგ არის პირველი კალათა შევთანხმდით. ეხლა მეორე კალათა რა ისე თაიერ ორ ლისტია, ხა რა არის? ესენი ფულიანები არიან მეორე კატეგორიაში. მაგრამ არიან ცოტა დაბალი რანგის წარმომადგენლები, იმიტომ რომ ფულიანი ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მას ყველანაირი ძალაუფლება აქვს. ეხლა არსებობენ ისეთი მაგალითად ეხლა პაվել დუროვი რო ავიღოთ, ხო? ტელეგრამის ტიმის დამფუძნებელი. არის ფულიანი, მაგრამ ეხლა იმ ხელა დიდი გავლენა არ აქვს, მაგალითად როგორც ეხლა ბილ გეიტსი რო ავიღოთ, უფრო იმიტომ რომ მასშტაბებია უფრო დიდი, ილონ მასკის ვერ შეედრება იმის დამოუკიდებლად პაվել დუროვი ძალიან დიდია, ხო? აი მაგალითად კევინ სპეისი. მსახიობი. არის თაიერ 2-ის წარმომადგენელი. რატომ მსახიობია? შეძლებული არის, ფულიანი არის, ყველაფერი აქვს, ხა, მაგრამ ეხლა არ არის ისეთი გავლენიანი როგორც ბილ კლინტონი, და ბილ კლინტონი ეხლა და ჰილარი კლინტონი იყო ამერიკის წამყვანი ელიტა, ხო? მეორე კატეგორიაში ეგენ, ანუ მეორე იარუსში მოდი ეგენ დავაყენოთ. ეხლა მესამე იარუსი. პერიფერიული ქვეყნების წარმომადგენლები და მათი ბიზნესმენები. აი ეგ გადიან სააკაშვილები, ბენდუქიძეები, იქ ჩამოთვლილი რო იყო კაცო, ვინები იყვნენ კიდე? ხო, რაღაცა იქ, აი პენტაგონის რაღაც წარმომადგენელი, აი არნოლდ შვარცენეგერი, აი პენტაგონში არნოლდ შვარცენეგერი, ეხა მაგაც არ უნდა იყოს, ვაინ შვარცენეგერია, ხო? მაგალითად რომელიღაც ქალაქის მაიორი, ანუ ეს მესამელიში, იმიტომ რომ ეხა არიან გავლენიანები, მაგრამ ეხა ისეთები არა როგორც ეხა მეორე და პირველ კატეგორიაში რა. და ეხა მე ესეთი აზრი გამოვიტანე, ანუ საკმაოდ გულწრფელად მომაზრს, რომ ხდებოდა ჯეფრი ეპსტეინის საშუალებით დაკავშირება მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერებთან და გავლენიან პირებთან. მათ შორის ესეთი შეიძლება ყოფილიყო სააკაშვილი, ბენდუქიძე, ადეიშვილი და კეზერაშვილი აქ არ არიან მოხსენები. მე სხვათა შორის სიმართლე გითხრათ, ეხლა ღადაობის გარეშე ვამბობ, მაგრამ მე სააკაშვილის არ გამკვირვებია და არც ბენდუქიძე. მე ის უფრო მიკვირს ამ საქმეში როგორ არ ფიგურირებს სააკაშვილის ბიძა. თემურ ალასანიო. განთქმული ცნობილი გამონათქვამის ავტორი, ხო, რომელიც ვიცით, ხო, Illinois Nation რო უწოდოთ ელერს. ანუ მე მართლა მიკვირს, იმიტომ რომ თემურ ალასანიას აქვს ძალიან სერიოზული კავშირები ამერიკაში. მე მაქვს მოსმენილი, საჯარო ეგ ინფორმაცია, სადაც გეცოდინებათ, მე მაქვს ინფორმაცია მოსმენილი, როდესაც მიშა და ბიძამიშზე ერთმანეთს ხვდებოდნენ პოლონეთში, ვარშავის ერთ-ერთ ცათამჯენში და იქ იყო ჩანაწერი დევს ამის ვიდეო, სადაც ლიფტში იჯდნენ და ის ბიძამის იონება სააკაშვილს, რომ სუშენი ბრალიაო, რომ ადეიშვილები ებრაელებს დააკავშირეო რა. იმიტომ რომ ბერიასავით ეგ იყო ადეიშვილიო, შენებლობა მის ხელში იყო, ის რა ქვია პროცენტები მის ხელში იყო, ბიზნესი, ყველაფერი მე გაკონტროლები, იუსტიცია ყველაფერი ეგ იჯდაოდა. შენი ბრალიაო, რომ ეგ ხალხი შენ მოგიტრიალდაო, რომ ეგ ხალხიო შენ ებრაელებს დააკავშირებ. ეს უთხრა სააკაშვილის ბიძა მიშას. ვარშავის
ერთ-ერთ სასტუმროს ლიფტში. ეს გადაღებულია, ეს ხმა ისმის ოფიციალურად, რომ ბიძამისი და ეგლაპარაკობენ. ეხლა მე კითხვა მიჩნდება ლოგიკური, ყველა ადამიანს უჩნდება. მართლა მაინტერესებს ვინ იყო ის ებრაელი, რომელიც სააკაშვილმა დააკავშირა ადეიშვილს. არა უფრო სწორად თქვათ. ადეიშვილი რო დააკავშირა მაგ ებრაელს და რომელიც მოუტრიალდა მე ვითომ სააკაშვილს. იმიტომ რომ იქ იყო ბევრი deep state-ური მანერები, იცით რაში, სქემები, რომ კეზერაშვილი ხო თავდაცვის მინისტრომამდე არაფერს არ წარმოადგენდა. თავდაცვის მინისტრი რო კეზერაშვილი გახდა მილიარდელი. ხო, ეგეთი რაღაცის გაკეთება არის იშვიათი, საერთოდ ნიჭი უნდა მაგასაც, რომ ტიპა თავდაცვის მინისტრომამდე არაფერს არ წარმოადგენდა, თავდაცვის მინისტრი გახდა მილიარდელი. იქ იარაღის უკანონო გაიდვები იყო, საერთაშორისო გადაზიდვები, საერთაშორისო ტრაფი, ბევრი რაღაც არის, ეხლა ხო იკვეთება რაღაც საბერძნეთში, ისრაელმა უკრძალა საერთოდ კეზერაშვილს, მე მგონი საკუთარ ქვეყანაში ჩასვლა. არა, კვიპროსმა უკრძალა, ხო და რეიდი მოუწყეს რუსეთში, რომ მანდაც ქონა კოლ-ცენტრები და ეგ რაღაც ბიზნესები. ეხლა ნაცები ძველი კოურ ნაცებზე მაქვს. ესენ დებილები, ესენი არიან შიგ ევროპელი დებილები, ახალი ნაცები არიან უბრალოდ დებილები, კაცო. ისენი ეხლა ადეიშვილს და კეზერაშვილს საკუთარ რაღაც ძალა მაინც გააჩნდათ, მაშინ, ხო? საერთაშორისო იმებში. დაჟე მანდაც ბევრი რაღაცას იბრალებს სააკაშვილები და ეგენ ბევრ ამას იბრალები, რომ სააკაშვილმა ხიდებს ხსნიდა, იმებს აკეთებდა, ამას რეალურად ყველაფერი ბიზნეს ფულით გეთდებოდა. ბიზნესა უხდიდა ამათ და ესენი ყველაფერს აკეთებდნენ მე. დაჟე აკეთებდნენ კი არა, ნახევარზე მეტ ფულს ჭამდნენ. და მაგიტომ არის ბიზნესა რომ მოტრიალდა პოლიტიკაში მოვიდა, თორე ბიზნეს ფულით არის გაკეთებული, შესესე, ისა რა ქვია, ჯარისკაცებს რომ ფეხსაცმელები ჩააცვეს, ტანსაცმელი რომ შეუკერეს, რაღაც სუ ბიზნეს ფულით არის რეალურად გაკეთებული, სააკაშვილი იბრალებდა და ვითომ მაგის გაკეთებით იყო. დაჟე ადრე მახსოვს წაკითხული მაგ ეგეთი რაღაც რომ ის იყო რა ქვია, გამჭირვალობა ბიზნესამ რო თხოვამ ყველაფერმა, ყველა ეგრევე გაიყუშა და ყველა იცი ბევრი ფულები აქვს მოტეხილი ძალიან და ეხა ებს სქემებზე რო გვაქვს ჩელაპარაკები, ძველი კორნაცები რას აკეთებდნენ, ხო? და საერთაშორისო გარიგებებში როგორ იყვნენ, როგორც ამჟამინდელი უკრაინის ხელისუფლება არის, ხა რომელიც არის კორუმპირებული თავიდაბოლობდე, რომელსაც თვითონ აკეთებდნენ მე ხა მაგალითად რა ზელენსკის ასისტენტი, რომელსაც საკუთარ სახში უპოვეს ოქროს უნიტაზი, დაახლოებით ეგეთი ვარიანტები იყო მაშინ და საქართველოში რა. უნდა უგულავა რომ გამდიდრდა მაგალითად. და კეზერაშვილი მოულოდნე არ გამდიდრდა, ადეიშვილი ჭკვიანი იყო და ვერაფერი მოუწევს გაქრა უბრალოდ. ადეიშვილი მართლა ყველაზე ჭკვიანი იყო მაგიდან. სააკაშვილი იყო დებილი, უბრალოდ ჩოვლებრივი დებილი იყო, იმიტომ რომ აი აყოლილი იყო აი ქალებს, გულაობას, ეგეთ რაღაცებს და თორე ჰაიპით რო გადიოდა ყველგან დაკოკაინებული რო იყო ყველგან, ეხა ხიდი გავხსენი რაღაც გავაკეთე, რაღაც ის ქვენი ეს ყველაფერს ხალხს ეგონა რომ მიშას ქარიზმა აქვს, სერიოზული უტყავს უბაბანებს და სინამდვილეში არის დაბაბანებული, აგერ მახათასთაზე ცნობილი კადრები არის, მამაოების გვერდზე ჯიპები და რო გადმოდის, ტიპს იმენ და დოჟი გადმოდის რამის პირიდან. და ეგეთი ქვეყნის მართველი რო ყავს, როგორც ზელენსკია, ხა მაგალითად, რომელიც ჩაოლებრივი ნარკომანია, ხო? და მაგას შენ რაღაცა უნდა ანდო, ხა მაგალითად, ქვეყნის თავარსარდალი როდესაც არის და დაბაბანებული როდესაც არის, ხა 2008 წლის აგვისტო რო გავიგე, ის რა გადაწყვეტილებას მიიღებს? ღმერთმა არ ქნას. ხო, და აქედან გამომდინარე, ჩემთვის ხა რო გითხრათ, რომ არალოგიკურია მეთქი ეს ყველაფერი, კავშირები ხა მე იმის იქით რა ხდება, არ ვიცი, ეს არის წერილები, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის კავშირები. ღმერთმა იცის იმის იქით რა ხდება, ალბათ არ არის დაფარული ბიბლიაში როგორც არ არის დაფარული რო არ გაცხადეს, ყველაფერი გაცხადება ბუნებრივია. უბრალოდ თუ ეს კაცი ჭამიები როგორც ჩვენ ვიცით, როგორებიც იყვნენ კოურნაცები, როგორი კაცი ჭამიებიც იყვნენ, რომელსაც ზულდა საერთოდ ყოველივე ქართული რაც ამ ქვეყანაზე არსებობდა, თუ ეგენი დაემსგავსნენ, უბრალოდ თუ ჩვენ ვნახეთ უფრო ავთენტური კიდევ უფრო სხვა კავშირები და ეს იუსტიციის სახლი კიდევ გამოაქვეყნებს ამ ფაილებს მინდა გითხრათ და ჩვენ თუ დავინახეთ სულ რაღაცები არ გაგვიკვირდება ეს ყველაფერი. იმიტომ რომ ესენი მართლა სისხლის მსმელები იყვნენ. ეს კიდე არიციან ახალგაზრდობამ და ბევრი რაღაცა, ხო? ეხლა მე არ ვიტყვი რომ მაშინ რამდენი წელს ვიყავი ეს მიშას პრაიმი რო იყო, მე ვიყავი მე 97-იანი ვარ. 3-6 წელს ვიყავი მიშა რო გახდა საერთოდ პრეზიდენტი ქვეყნის. ეხლა რაც აღქმა მახსოვს, სააკაშვილი მახსოვს მე პრეზიდენტად, ხო? თავისუფლებაზე ცხოვრობდი და 7 ნოემბერიც ასე თუ ისე მე შემეხვა, იმიტომ რომ სკოლიდან ბებია ჩემა გამომათრია, როდესაც 7 ნოემბერი დაიწყო და რავი ლესელიძეზე მე ვსწავლობდი და ყვამლის აიდან სად მოდიოდა და რა ხდებოდა ეხლა თბილისში და იქ რა რამკოლობებზია იქ საუბარი ბუტარობაქიძეები და მთელი ამბები გვირგვლიანი საერთოდ მაშინ მეიდანზე ვცხოვრობდი, ეგ ყველაფერი მოხდა. ყველთელმა ისტორია მაშინ ბავშვობიდან რაც ცნობიერება მახსოვს უბრალოდ კაცი ჭამიები, უბრალოდ კაცი ჭამია, ხო იცი დეფინიცია რა, ეგენი მახსოვს მე ყველაფერი. ხო და შესაბამისად, ეხა რო თქვას ვიღაცამ რო ჯეფრი ეპსტეინს უკავშირდებიან ეს კაცი ჭამიები, ლოგიკას მოკლებული არ არის. მით უმეტეს ფეტიშისტი, ფეტიშიზმი არის, როგორ გითხრათ. მე მაგარ ვიდეოებში აგიწარ თქვენ რა არის მოლოხის კულტი,
რა არის ბაალის კულტი, სკრინანიზმი რა არის მაგალითად და როგორ უკავშირდებიან ამ სატანო რელიგიურ ამ ბავშვთა მსხვერპლშეწირვის მთელ კულტებს და მთელი რიტუალებია და მთელი ჯერ კიდევ აი რა ქვია იაჰვე რო ძველ აღთქმაში უპირისპირდება მაგათ და ისრაელიანები რო ბაალის კულტს ააგებენ, ანუ მთელი მასალები მაქვს ამაზე, თუ მოგინდებათ მე ჩაგიწევთ ვიდეოს და განახებთ რამდენად არის ძალიან დიდი საერთო დღევანდელ დამალულ ელიტებს შორის და მაშინდელი აი რაღაც 4000 წლის წინანდელი ოკულტური რიტუალებს შორის რამხელა კავშირები იქვეყნება რომ ადამიანების სრულყოფა ბავშვი როგორც სიმბოლო სიცოცხლისა და კულტსფელობისა და სიახლის რომელიც მათი სატანური რიტუალის თანახმად თითქოს ამ შეწირვით ისინი სულის რეგენერაციას აკეთებდნენ ანუ მრავალი სიგიჟე რომელსაც მოისმენ რომ თუ და გაინტერესებთ შეგიძლიათ აბლა კომენტარი დაწეროთ და ამაზე მე ვიდეოს აუცილებლად გადავიღებ მოგიყვებით ჯერ კიდევ ბიბლიიდან იუდაური ანთროპოლოგიიდან ბაალიდან მოლოხიდან მაგალითად არის ძალიან გავრცელებული სხვა აღმოსავლურ ფინიკიურ თუ მაგალითად ქანანურ კულტურაში რომელიც ისრაელიანების პარალელურად ყალიბდებოდა ძალიან საინტერესო რაღაცები და თუ მოგინებათ აუცილებლად გადავიღებ ამას ვიდეოს. ხოლო რაც შეეხება ამ საკითხს, ანუ საბოლოო ჯამში ჩვენ რაც შეიძლება შევაფასოთ ის არის რომ საერთოდ არ მჭირდება მე ეპსტეინის კუნძული და არც მისი ელიტა იმის გასაგებად თუ ვინები იყვნენ რეალურად ესენი. ანუ ის მარტო რო გაიხსენო ახალაია, მარტო რო გაიხსენო მეგისქარდავა და მთელი ეს რო ჩამოყვე, ხო? ეს ნახები მაშინდელი საზოგადოება, ანუ მათი განსაკუთრებული სიტატისტიკა რო აიღო, ანუ დაჟე ჯეფრი ეპსტეინს გაუკვირდება. ესენი რებს აკეთებდნენ. ანუ მართლა გეუბნებით, შეიძლება ეპსტეინა ბილ კლინტონს რო უთხრა ეს ამბები, აი მაგას გაუკვირდეს, ჩვენ გვეგონაო, აგერ სხვა შეწირობს ვატარებდა, ეგ გვეგონავ და ესენი რებს აკეთებდნენ. ხო და ანუ იმის თქვა მინდა ამ ყველაფრით რომ ანუ ლოგიკურია ჯერ ეგეთი რომ კავშირშია და მე მეორე რომც არ იყოს კავშირში საერთოდ არ ჭირდება ეპსტეინის კუნძული რომ დავადგინო ვინები არიან რეალურად ვინები იყვნენ ესენი რეალურად და ეხა ამის ალიკვალზე გაზრდილი იმბეცილები რომლებიც ეხა იხწიან და სხვადასხვა სახეებით გევლინებიან რავი ზოგმა ის დაირქვა რა ქვია დროშა დაირქვა ზოგმა სართული დაირქვა ზოგმა ბებია ჩემი დაირქვა ხო რაღაცეებით რომ გევლინებიან რომ ოხ ჩვენ ახალგაზრდები რაღაცა იმის უკან მთელი ბექგრაუნდია ბექგრაუნდი ბოროტების მარტივად შიფრავდა ქართული ხალხი მართლა ჭკვიანია ეხა რა უკრაინელებთან შედავით მართლა ჭკვიანებია უკრაინაში მართლა დებილები იყვნენ იმიტომ რომ მათი მოყვანილია ზელენსკი რავი მათი გადაგდებულია წინარე ხელისუფლებები მათი აგორებული ანტირუსული ისტერია და ყველაფერი არის მათი ხალხის ხელი მაიდანი მათი მოწყობილია ხალხის მიერ ხო რომელშიც სპეცსამსახურები რა თქმა უნდა მონაწილეობდნენ და ეს არის და უკრაინაში ამ ვიდეოსაც გიმზადებ ძალიან საინტერესო ვიდეო იქნება მაიდანზე იმიტომ რომ თვითონ მაიდანი უნდა შევაფასოთ ფილოსოფიურად რა გაუკეთა მაიდანმა უკრაინას და რა ცდილობდნენ საქართველოში გაეკეთებინათ, რომ ახალი მაიდანი აქ მოიწყოთ და რაღაც ახალი დღის წესრიგი და რომ მეორე დღეს BlackRock-მა როგორც ხა ალიევი დაითრია, ისე დაითრიეთ საქართველოს და რაღაც მორიგეი გარიგების ხო ისენი ყოფილიყავით რა და ეს ყველაფერი ესე რო არ მოხდა. მაგიტომაც დაიწყო ხა NGO-ების და იმების რეგისტრაცია ესტონეთში და სხვადასხვა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, რომ აქ რო შეზღუდულები არიან მაქსიმალურად, ეხლა თავიანთი ბოროტული საქმიანობის გაკეთება აღმოსავლეთ ევროპიდან ზალუცთ და მაგათ არავინ არ შეერჩენთ ამ ყველაფერს. ანუ ქართული ხალხი, აი, მოვტივათ რო თქვა, ბრძენია ბევრად, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპის ყველა ხალხი. ანუ ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ აი ქართველი რახან ვარ და სოფისტურად მინდა გამომივიდეს და ოხ ქართველები რა. არა, აი, ობიექტურად მე რო ქართველი არ ვიყო და ობიექტური კრიტიკოსი ვიყო და უბრალოდ ანალიტიკოსი, მე ვიტყოდ, რომ ქართული ხალხი მართლა ჭკვიანია. იმიტომ რეალურად ბიძინა რო დღეს ხელისუფლებაშია და ბიძინამ რო შეინარჩუნა არის ქართველი ხალხის დამსახურება. რო ბიძინამ კითხვა ეს სიმართლეები რაც უნდა ეთქვა, მაგრამ ქართველმა ხალხმა შეისმინა ეს ყველაფერი. რო ქართულ ხალხს უკრაინაშიც იყვნენ ბევრი ეგეთი მცდელობები იყო ოპოზიციაში, რო აი რაღაც მაიდანი ჩაეხშოდა რაღაცეი, მაგრამ უკრაინელი ხალხი არ იყო ეგეთი ბრძენი. და ქართველი ხალხის სიბრძნე აღმოაჩინა აი ეროგანტობამ ჩვენ გვიშველა ამ ყველაფერში, რო აი მე მესწავლებ ახ ქართველებს გვახასიათებს მეც მახასიათებს ზოგადად ჩვენი ის არის სენია ხო ეგეთი რომ აი მე მასწავლის ახ ევროპა როგორი უნდა იყოს ან რუსეთი გვახასიათებს რა და ანუ ბიზნესმა კითხვა ვექტორი კი დასვა რომ აი ამ მიმართულებით უნდა ვიარო მაგრამ ქართველი ხალხი გავა მე ამ ყველაფერს ანუ ამ არჩევნებში მე რო ხშირად მოყავს ციტირება რომ ოქტომბერში რაც მოხდა იმაში რა ქვია 2024-ში ანუ ეს იყო ქართველი ხალხის გამარჯვება რეალურად. ის 53.5% რაც ოცნება მაიყო, ეს იყო ქართველი ხალხის გამარჯვება. რომ ქართულმა ხალხმა ანალიზი გაუკეთა. ტრამპი ერთ თვეში უნდა გამხდარიყო პრეზიდენტი. ჯერ ტრამპი ამერიკაშიც მოსული არისო და ეს ეხა რომ გამოდიან შიგ ევროპელები და ეგენ, ტრამპიც მართალი ყოფილა იმაში რომ მაგალითად თურმე უკრაინა ომსაგებს, რუსეთი იმარჯვებს, ევროპას ერხება. ხო ეს ეხა შემოგვიცოცხლდნენ ეგ ხალხი თორე. ეგ ხალხი მე მეძახდა რუსეთის მოსყიდულს, რუსეთის გაფინანსდებიო, მე მეძახდა პრორუს და ეგეთ რაღაც რაშუაშია პრორუსობა.
ანუ ძალიან მარტივი ლოგიკა დასვა რეალურად ბიზნესამ. ძალიან მარტივი ლოგიკა, რომ მიმართულებით საქართველოს უნდა გაშულიყო, რომ მეორე ფრონტი აქ არ გახსნილიყო. რადგანაც ჩვენ მაგ NGO-ებს ვჭირდებოდით მაგისთვის ეს ფრონტი გახსნილიყო. საბოლოო ჯამში უკრაინას დედა აქ ნატირები და საქართველოს გადარჩა და ეგ ხალხი ეხა მოტრიალა და იქნება მართლები ყოფილან კოცები მაშინ, ხო? ეს უკვე ეს არის გუბასანიკიძეობა უკვე რეალურად. მე რო ამას ვეუნებოდი, თუნდაც მე პრორუსი გამოვდიოდი და მაგის გამო ჩვენ დავქცინოდნენ და მაგის გამო გვაბულინგები და მე ვერავინ ვერ დამაბულინგებდა ვერც მაშინ, მაგრამ მცდელობები ხო იყო მაგის. მაგრამ დრომ ხოა ჩვენა ვინ არის გამარჯვებული ახლა? და დრომ ხოა ჩვენა ვინ დგას ისტორიის სწორხარეს? აი ამას ვამბობდი მაშინაც, იმ ახალგაზრდობასაც მაგას ვეუნებოდი და ზრდასრულ ადამიანებსაც. ერთადერთი ლოგიკური დასკვნა რაც შეიძლება ჩვენ ვთქვათ, რომ ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა. უბრალოდ 53.5%, ანუ უმრავლესობა ბრჭყალებში აღმოჩნდა აზრზე სოფლიო პოლიტიკის. დანარჩენი კაცო კი ყავს, აკაცუკოებიც ყავს ქვეყანაში ლიბერალები მემარცხენეები, გიჟებიც ყავს კაცო ეგეთი, მაგრამ უმრავლესობამ აი გამოაჩინა სიბრძნე და მიიღო გადაწყვეტილება. ყველგან ომია ჩვენ გარშემო, ყველგან დაწაბულობა, ყველგან თითის ტრიალი და საქართველოს ამ დროს არის აბსოლუტურად ისა, რა ქვია, იზოლირებული ამ პროცესებისგან და საქართველოში რაღაცები წინ მიდის ახლა. ეს არის ცხადი და ახლა რავი, დანარჩენი თქვენ შეაფასეთ ახლა ამაზე რას ფიქრობთ, რამე თუ სიახლეები იქნება, მე უჭველი გაგაგებინებთ ამასთან მიმართებით, თუ კიდევ გამოიკვეთებით, რომ ორი ფურცელი მქონდა და ახლა მეც ვერაფერს ვერ ვილაპარაკებდი და მე მესამე. თუ თქვენ დაგაინტერესებთ ბაალის კულტი, მოლოქის კულტები და ეს ანტიკური ოკულტური ეზოთერული რიტუალები, მე გაკრძალულ ცოდნებთან ძალიან დიდი სიახლოვე მაქვს, ზოგადად მაინტერესებდა ოკულტური ლიტერატურა, მე ვიცი ბევრი რამე განსაკუთრებით ბიბლიიდან, განსაკუთრებით მე გნოსტიკური და კაბალური, ესე ვთქვა, ფილოსოფიებიდან, თუ დაგაინტერესებთ, დაბლა დაწერეთ კომენტარი. და ლაიქეთ ვიდეო და გააუზიარეთ მეგობრებს ეს ვიდეო. დროებით.